პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე. გამარჯობა, თქვენ უსმენთ გადაცემას ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. დღეს სტუმრად გვყავს ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ახლაც კომპიუტერული თამაშების შექმნაში. მათ ვინაობას მოგვიანებით გაგაცნობთ. შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ მესიჯების სახით თქვენი აზრები თუ კითხვები. 91778 SMS გზავნილის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეადგენს. SMS სერვისით რადიო იმეს კომპანია SMS-ს უზრუნველყოფს, რომლის ტელეფონის ნომერი 219-40-14-ია. ტერაბაიტი, შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. მივესალმები სტუმრებს, მივესალმები რადიომსმენელებს, საგაცნობთ სტუმრად ყოფი ადამიანების ვინაობას. ესენი არიან ბესო გაჭარავა და ზვიად ბარათაშვილი. ბესო გაჭარავა საუნდ დიზაინერია, ზვიად ბარათაშვილი კი კომპიუტერულ გრაფიკის მიმართულებით მუშაობს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად ბესო გაჭარავა ახლაც მოცემულ მომენტშიც მუშაობს ცნობილ კომპიუტერულ თამაშების შექმნაზე ან ფილმებზეც, როგორც მე ვიცი, და ზვიად ბარათაშვილი ამჟამად მუშაობს გარკვეულ ჯგუფთან ერთად, რომლებიც ჩვენთან წინა კვირას იყვნენ მობილური ტელეფონებისთვის გათვალისწინებულ თამაშებზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენ ეს ვთქვათ შევიკარით გარკვეულწილად საუნდი, კომპიუტერული გრაფიკა, მე იდეებსაც მოგაცდე ერთი რაღაცა თამაში აქვე სტუდიაში შევქმნათ რაღაც დაგვრჩა. სანამ თქვენთან გადმოვალ კითხვით, მანამდე მოდი ზვიად დავუსვამ კითხვას. მე როგორც ვიცი, დღეისთვის კიდევ ერთი თამაშის პრეზენტაციას აპირებდით, გადავით თუ არა კიდევ ერთი ახალი თამაში ტელეფონისთვის, სმარტფონისთვის. მაგრამ აი დღევანდელი ამბავია, საღამოთი ალბათ უკვე იქნება. საღამოსთვის უკვე აიტვირთება App Store-ზეც? კი, აბსოლუტურად ვცდილობთ ყველა სტორზე დავდოთ, მაგალითად როგორც არის App Store, Google Play, Microsoft Store და ასე შემდეგ. ანუ კროს-პლატფორმული. მართალია მცირე მასშტაბიანი ისეთი, თქვენ მარტივი გასართობი, მაგრამ მან სახალისო. თამაშია, რასაც აი დღეს. ეხლა არის უბრალოდ ადამიანის რეაქციას დამყარებული, ესე ვთქვათ, ადამიანს მოთამაშე გზნობს, ესე ვთქვათ, დამტყმელ პერსონაჟად თავს, რომელმაც რაც შეიძლება სწრაფად გარკვეულ დროში უნდა მოახერხოს გარკვეულ манипуляციას. გარკვეულ დაფებს ურყამს, ხო? გარკვეულ დაფებს, ხო. ოღონდ ხელი არ უნდა მოიტეხოთ ამ დარტყმით და მთელი იდეა თამაშის ეს არის. ხეს თუ დაარტყავთ, კარგია, თუ რკინას დაარტყავთ და წააგეთ. ამ თამაშის ლინკსაც ალბათ ჩვენი გადაცემა ტერაბაიტის Facebook გვერდზე დავდებთ, რომ გაუადვილდეთ მომხმარებლებს მისი პოვნა. ეს თქვენ ადამიანი, რომელიც თავის დროზე კანადაში წახვედით, ამ პროფესიას, ასე ვთქვათ, დაეუფლეთ, გაიზარდეთ, ხო? ალბათ თამამად შეგვიძლია თქვა და ჩამოყალიბდით ამ საქმის სპეციალისტად. დღეს თბილისში, საქართველოში მყოფი და აქედან დისტანციურად ასე ვთქვათ მუშაობთ. სანამ აი ამ დღევანდელობამდე მივალთ, იქნებ 2 წუთით მოკლედ რადიომსმენელს აუხსნათ, როგორ აიწყო ეს თქვენი გზა საქართველოდან კანადამდე. მაშინ პატარა ისტორია უნდა მოყვე. კი, გისმენთ. ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს მუსიკა, რაღაც გიტარა და როკი და რაღაც მაგარი პონტები იყო და მე როდესაც აღმოჩნდი ილიას უნივერსიტეტში, მაგრამ უკვე ძალიან დაინტერესებული ვიყავი საუნდით როგორც ასეთი რა, ფილმისთვის და თამაშებისთვის და ასე შემდეგ. თამაშებისთვის იმდენად არა. შემდეგ ილიაში გავიცანი დღევანდელი კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა ექსპერიმენტალური მუსიკის კურსი და იმ ექსპერიმენტალური მუსიკის კურსზე საკმაოდ გამოვიჩინა თავი და დამინიშნა თავის ასისტენტად. და ძალიან აქტიურად ვიყავი ჩაბმული, თუნდაც იმ სტუდიის, რაც ილიაში შეიქმნა, იმ სტუდიის გამართულობაში რო ყოფილი, მარტო გამართულობა არ იყო, ანუ ყველაფერი რომ ეკეთებინა, თუნდაც ჩამეწერა სემპლები. ძალიან რთული არის ტექნიკურად რო არ ვილაპარაკო და მაგაზე ვილაპარაკო. ანუ ჩამეწერა სხვადასხვა ხმები, დავხმარებოდი სხვადასხვა სტუდენტებს. ამავდროულად მუშაობდი რამდენიმე ფილმზე საქართველოშიც და ვიღებდი ასე გამოცდილებას. ბოლოს მივედი იმ ეტაპზე, რომ თქვი, რომ მეთქი მინდა რომ ეს ცოტა გავწიო საქართველოდან და ძალიან რამდენიმე უნივერსიტეტებში და სკოლებში შევიტანე ჩემი ეს რომელი წლებია? ეს იყო დაახლოებით 2008-დან 2010-მდე და მე შეტანი მქონდა ძალიან ბევრი უნივერსიტეტში სხვადასხვა ქვეყნებში რაღაც ახალ ზელანდიაში და სადღაც რა ვიცი და ბოლოს მივიდა კონკურსში მონაწილეობა Vancouver Film School-ში კანადაში Vancouver-ში არის ეგეთი ფილმის სკოლა რომელიც ცნობილია თავისი ხმის და 3D ანიმაციის 3D ანიმაციის იმითი რა ქვია კურსებით მიუხედავად იმისა რომ ფილმის სკოლა ქვია ფილმი არ უარგა მე დამაფინანსეს რაღაც დონეზე დაფინანსება მომცეს თუ არ მახსოვს 30 თუ 40% იყო დანარჩენი
ოჯახის დახმარებით ავიღეს ეს ხი და მეთქი ვსია წავედი მე აქ. წავედი საქართველოსთან, იქ დავიწყე სწავლა. სწავლის დროს 24 საათი ქონა გახსნილი სტუდია, Dolby სტუდიოები და რაც ჰოლივუდის ინდუსტრიის სტანდარტი ტექნიკა უნივერსიტეტში და შესაბამისად ვაკეთებდით სხვადასხვა პროექტები. უკვე დავიწყეთ მუშაობა დიდ ფილმებზე. ჯერ კიდევ როდესაც სტუდენტი ვიყავი და მოეწონათ ეს ჩვენი მიდგომა ლექტორებსაც, მოეწონათ იქაურ ხალხსაც და რამდენიმე ადამიანი ვიყავით, რომელსაც კონტრაქტი მოგცეს რომ დავამთავრეთ უნივერსიტეტი. უკვე სტუდიებმა? კი, ერთი წელი ვიმუშავე იქ და ბოლოს მივხვდი რომ ამ ყველაფერს იქ ვაკეთები, შემეძლო გამეკეთებ საქართველოში, იქ ცხოვრება უკვე აღარ შემეძლო. აღარ შემეძლო, ძალიან მაგარი ქვეყანა არის, ძალიან მაგარი ქალაქი არის და ოკეანის წინ ხარ და რა ძალიან რომანტიკა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მომენოთ რა ხალხი აქ ვინც არის ყველაფერი, ჩამოდი ორი კვირით რომ ენახა და მე გავიცანი თუნდაც Stormbringers ხალხი, გავიცანი თუნდაც Lemondos ხალხი, გავიცანი კიდე ახალი კომპანია არის Octopus, ძალიან მაგარი კომანდა და მე მიწერე, მაგრამ შემეთქი რა თუ გინდათ მეთქი არ იმოუთა დამტოვეთ მეთქი და ვიმუშავებ მეთქი დისტანციით მეთქი თქვენთან მეთქი, ან კიდე საქართველოში რაღაც პერიოდი რჩები მეთქი. შემდეგ აქაც გაფორმდა რაღაც კონტრაქტები და იქაც გადაწყვიტეს რომ იმოუთად მოეცა ჩემთვის შანსი და დავრჩი და ახლა მოეწონათ ჩემი აქედან მუშაობა იქ უფრო წყნარათაც ვიყავი, უფრო სწრაფათაც ვალაგებდი ყველაფერს და ანუ დღეს მუშაობ იმ კომპანიებთან. ეს კომპანიები არის Victoria Square Games და Candlelight Entertainment იქ და აქ მუშაობ Stormbringers ვეხმარები რითიც შემიძლია. მუშაობ Lemondos ერთ-ერთ პროექტზე, მუშაობ ეხლა მოვჭით მუშაობას Octopus-ის ორ თამაშზე და ასევე ეხლა დავიწყე ფილმების სარკესთან. Then Mine Goes Click ეხლა დავიწყეთ მაგაზე მუშაობა და კიდევ ერთი პროექტი არის Geno ანიმაცია, რომელზეც უნდა აყაყებზე რო? კი, ძალიან მაგარი. გარემოს დატ სისტემაზე ქონდათ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი. კი. კიდე ის დავამოწმე თქვა რომ ძალიან გავწევ ლაპარაკი, მაგრამ არა, გისმენთ და სასაუბროდ ვარ. თამაშებზე ის იყო რომ მე თამაშებს საერთოდ ვაპირებდი წახა უნდა მეკითხა კონკრეტულად თამაშების მიმართულებაზე. ფილმებზე და ჩემი ლექტორი John Fish ძალიან მაგარი კაცი იყო, ვეტერანი ელექტრონიკა არცის sound designer, electronic arts რომელმაც შექმნა FIFA, რომელმაც შექმნა Need for Speed და ასე შემდეგ. ეს კონკრეტულად იყო Need for Speed. Exactly. EA Games. ცნობილი ხმა. ხო. და ამ ადამიანმა იმდენად ქარიზმატული ტიპი იყო და იმდენად კარგი ადამიანი იყო, იმდენად მაგარი პროფესიონალი იყო, რომ ორ თვეში მოახერხა ჩემთვის შეეყვარებინა კომპიუტერული თამაშები. და კომპიუტერულ თამაშებზე მუშაობას, იმიტომ რომ ყოველთვის მქონდა ის რაღაც შიგნიდან, რომ რაღაც ინტერაქტიული გამეკეთებდნენ, როდესაც მუშაობ ფილმზე, იქ გაქვს უკვე ვიზუალი მოცემული, ძალიან დიდი კრეატივი არის ფილმში, შედარებაც არ არის, რაღაც საშინლად დიდი კრეატივი არის და ძალიან მაგარი მაგრამ მაინც ვიზუალი ყალიბს გაძლევს და იმ ვიზუალის ადეკვატურად უნდა შექმნა აუდიო, ხო? ზუსტად, ანუ აუდიო იცი რაც იქნება დასაწყისთან დამთავრებამდე და თამაშები არის აბსოლუტურად განსხვავებული. თამაშებში არ იცი მოთამაშე საწწავა. პროტაგონისტები, ანუ მთავარი ქარაქტერები, არის როგორი მოძრაობენ, ფილმში იცი როგორი მოძრაობენ, იმიტომ რომ იქ გაქვს და თამაშებში არ იცი და შესაბამისად უნდა გათვალო ყველანაირი მოქმედება, სად გაივლის მოთამაშე, რას გააკეთებს და იმის მიხედვით ეს საუნდები არა თუ უნდა შექმნა, უნდა დააბალანსო, რომ ერთმანეთი არ გადაფარო, გადმოფარო, ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი არ მინდა შევიდე შიგნით. მაგალითად, როდესაც ცოტა ხანი მუშაობდი EA-ში FIFA-ზე, FIFA 2014-ზე. იქ იყო დაახლოებით 500,000 ლაინი კომენტატორს რაც უნდა ეთქვა. ნუ მე ძალიან პატარა საქმე გავაკეთე იქ, ანუ აუთსორსერი ვიყავი, აუთსორსის. მაგრამ ქვე აუთსორსი. ანუ ვერ ვიტყვი რომ იცი აი მე FIFA გავაკეთე. ზოგადად არ მომხონდა ზოგადად მან რომ იმუშავე. იყო როგორი რაღაცა იცი რომ 500,000 ლაინი არის, 500,000 ფრაზა წარმოიდგინე და ეს 500,000 ფრაზა უნდა ისე უნდა გათვალო რომ ანუ როგორ მოქმედებასაც ფეხბურთელი გააკეთეს იმ 500,000 ფრაზიდან არჩევს ერთი იმან და იმაზე ილაპარაკო და შესაბამისად ძალიან ის არის რა ანუ ძალიან ბევრი რაღაცა და ძალიან ინტერაქტიული არის მაგაზე მუშაობა. ნუ ყოველ შემთხვევაში FIFA 2014 და ზოგადად FIFA ჩვენთან საკმაოდ ცნობილია ქვეყანაში და ბევრ ქართველს ალბათ არ ვიცი ჩვენ ბევრმა იმუშავა რომ FIFA-ზე რომელი წელიც გინდა, მაგრამ თამაშით ბევრი თამაშობს. განვაგრძოთ ჩვენი დიალოგი სავალდებულო მოკლე სარეკლამო ჭრის შემდეგ და მოვითმინოთ სულ რამდენიმე წუთი. ტერაბაიტი შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. კლაპირდაპირ ეთერშია გადაცემა ტერაბაიტი. ჩემი სტუმრები დღეს გადაცემაში არიან ბესო კაჭერავა და ზვიად ბარათაშვილი, ადამიანის საუნდ დიზაინერი და ადამიანი, რომელიც კომპიუტერულ გრაფიკაში არის საკმაოდ გაცნობიერებული და გარკვეული ბნელი 90-იანებიდან, მაშინ როდესაც ზვიადმა მოახერხა და ბლიცართან საქმიანი ურთიერთობა გააბა. მას შემდეგ როგორ განვითარდა ურთიერთობა და სანამ ამაზე მიპასუხებ, კონკრეტულად კიდევ ერთხელ თქვა, რა ტიპის მონაწილეობა მიიღე მათი ცნობილი თამაშის შექმნაში. სიმართლე გითხრათ, თავი და როდესაც მე ამ კომპანიასთან ურთიერთობა დავიწყე, საერთოდ მაშინ გრაფიკასთან შეხება არ ქონდა
იმიტომ რომ არ ვიყავით სპეციალისტად ჩამოყალიბებული, უბრალოდ მათ აინტერესებდათ ზოგადად ქვეყანაში რა ხდებოდა, როგორ უყურებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამას და ნუ წინაჯერზე ვთქვი და უბრალოდ ახლა განვაცხოთ, რომ უბრალოდ მე ვიყავი ესე ვთქვათ რეგიონალური კონსულტანტივით. რომ რა როგორ ხდებოდა, რა მოწონდათ, რა არ მოწონდათ, რას აქცევდნენ ყურადღებას და ასე შემდგომ. ანუ ჩვენ ეს პოსტსაბჭოთა სივრცე იყო ბნელი წერტილი და რაღაცა ინფორმაცია გაედინებოდა ამ სახით. და მე ისეთნაირად მოხდა, რომ ზოგადად მე თვითონ ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს თამაშები. იმიტომ რომ ის პერიოდი როდესაც იყო არსებობდა ეგრეთ წოდებული პროგრამირებადი კალკულატორები და აი პროგრამირებად კალკულატორებზეც კი ესე ვთქვათ ვახერხებდი თამაშს. და ნუ ზოგადად მიდრეკილება მქონდა ამისადმი და ნუ რადგან თვითონ ხატვა ცოტათი მეხერხებოდა, რადგან თვითონ თამაშებიც მაინტერესებდა, უბრალოდ დავიწყე ამ მიმართულებით ესე ვთქვათ განვითარება. მართალია პირველ ჩემი ესე ვთქვათ გრაფიკული სამუშაო არ იყო ამასთან დაკავშირებული, მუშაობდი რა ვიცი, ყველგან მიმუშავე ფაქტიურად, დაწყებული გაზეთი, დამთავრებული სარეკლამო სტუდიით, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ ლეიტმოტივი ბექგრაუნდზე ყოველთვის გაზრდებოდა, რომ მე მინდოდა თამაშების კეთება და რაღაცა პერიოდის მერე, როდესაც ჩემ თავში ესე ვთქვათ წმენა გამიჩნდა ისეთი, რომ რაღაცა ფასეული შექმნა შემეძლო, უკვე შეთავაზე ჩემი თავი უკვე როგორც გრაფიკოსმა და არა როგორც ვთქვათ კონსულტანტმა. და მე უკვე აეწყო უკვე სხვანაირ ურთიერთობაში გადავიდა. ასე გებდა შენ რაც არტისტმა რა დაამზადე, ისეთი რაც უკვე თამაშში ჩაიდო. ნუ თვითონ ესე ვთქვი მე მიმუშავე ახლა პირველ ნაწილზე, მეორე ნაწილი Diablo-ზე მიმუშავე, World of Warcraft-ზე და მესამე Warcraft-ის ესე ვთქვათ შექმნაზე. სპეციალიზირებული ვიყავი უფრო იარაღზე და ესე ვთქვათ ამუნიციაზე. ანუ ეს განხრამება. ამ თამაშებში რამდენიმე იარაღი და გარკვეული ამუნიცია ცოტა რაოდენობით და რაღაცა ცოტა ნაწილიც მოხდა მესამე ნაწილი Diablo-ში. ბესო, ზვიადი სადაც მუშაობდა, იქ მე უკვე გადისწლები და შენც გიწევს მათთან ურთიერთობა. შენ ამბობ, რომ ზვიადი უფრო შიგნით იყო, ანუ მუშაობა პროცესში და თამაშის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. და შენ უკვე after product-ზე იმუშავე ტრეილერზე, ხო, როგორც ვიცი? ხო, სწორად რომ დავალაგო ეს მაგ ვიდეოსთან დაკავშირებით ძალიან დიდი ის არის, რა ქვია. ძალიან ბევრი კითხვა დავუსვათ აქ ჩემთან. ანუ მე თვითონ ან როდესაც გამოვიდა ტრეილერი, ანუ იმუშავეს და ამზადეს იქ თავიანთი თიმი ყავთ. მე დავუკავშირდი Blizzard-ს და უთხრა რომ მეთქი მე მომწონს ძალიან თქვენი ვიდეო, რაც გააკეთეთ ტრეილერი. სხვათა Blizzard-ს აქვს ძალიან კარგი post production-ის კომანდა. ყავს რაღაც ძალიან დიდი 400 კაცამდე ეყოლება, რომელიც მარტო ტრეილერებს აკეთებს. ძალიან დიდი სინემატიკები და აქვს რაღაც საოცარი სინემატიკები. რა ძალიან დიდ როლს Warcraft-ის პოპულარიზაციაში იკავებს მათი სინემატიკები, ასეც ვიტყოდი და Diablo-ს ასე შემდეგ. და გააკეთეს და მე ვთქვა რომ მეთქი მე ცოტა სხვანაირად მინდა მეთქი ეს ანუ სხვანაირად ხედავ მეთქი ამას მეთქი და მინდა მეთქი თქვენგან უფლება თქვენთან შევთანხმდით მეთქი და მე გაიკეთოთ მეთქი სხვანაირი ვარიანტი მეთქი ამის მეთქი რა და შევთანხმდით გავაკეთე სხვანაირი ვარიანტი და ძალიან მოეწონათ და ძალიან კარგად დამთავრდა ჩვენი ეს ურთიერთობა ამასთან დაკავშირებით მაგრამ შევცვალე რაღაცები მე თვითონ ინტერნეტშიც ზოგადად ანუ ფანებში ამ Warcraft-ს რომ Diablo-ს რომ ძალიან დიდი ბაზა არის ძალიან ბევრნაირი ძალიან დიდი კამათი გამოიწვია მე სხვანაირი ხმები გავაკეთე სხვანაირი ლაპარაკი თუნდაც იმ ვიღაც დედოფლის რომელიც ბოროტი გახდა რაღაც და ბევრს შევზიზღდი და რაღაც hate letter-ებს წერდნენ რაღაც წერდნენ რომ როგორ გაბედე და როგორ ქენი რომ აი ის როგორ შეცვალე ეს ხმა როგორ შეიძლება ეგეთ რაღაც გაკეთება რაღაც აი და როგორ შეურაცხყოფა ხმის აქცია მე ხალხი იყო ვისაც ძალიან მოსწონდა და არა ეგ ძალიან კარგი ვიდეო ანუ ეგ მაგ შეთანხმება ძალიან ბევრი ძალიან დიდი ბაზ გამოიწვა როგორც ასეთი ანუ მაგ ინდუსტრიაში და მე ბევრი შემოთავაზება მომივიდა და რაღაც ხო როდესაც ხმაური მოყვება ესე გამოდის რომ ნიშნულოვანი პროდუქტია განსაკუთრებით თუ გეიმერებს YouTube-ზე ეზიზღებათ ეს იმას ნიშნავს რომ პროდუქტი კარგად გააკეთე იმიტომ რომ მოსაწონს კიდე ვერ გააკეთე ხო იმიტომ რომ ის თუ უკვე ჭიჭყინა ხალხი გაიჩნდა უკვე ნიშნავს რომ რაღაც გაკაჩა რა ანუ ესე იგი ალბათ ამ ლოგიკით გამოდის პროდუქტი კარგი ხნი რაღაცას თამაშების ინდუსტრიაში და ამას მოყვება კრიტიკა მოთამაშეების მხრიდან ესე იგი კარგი არის ეს იმ კუთხით რომ ის მოთამაშე მიჩვეულია ხედვას თამაშისას ერთ სტანდარტულ ფორმაში ზის ეს თამაში და უცებ ამ ხედვაში ეჭირება ვიღაცა ატრიალებს ამ ყველაფერს და სხვანაირად თავაზობს თამაშს და ეს არ მოწონს ამიტომაც გაკრიტიკებს ხო ალბათ ეს არის ლოგიკა
მაგრამ მე ესე ვთვლი რომ თუ პროგრესი არ მოხდა, როდესაც გამოვიდა Halo 4. რა თქმა უნდა, იმას შეიძლება გაგაკრიტიკოს და ამ დროს პარალელურად დაგეჭას იმ თამაშს და მე ის რომ უმეტეს შემთხვევაში ეგრე ხდება. თამაშების ინდუსტრია, იმიტომ მომწონს ძალიან რომ ჩვენ ვაძალებთ ხალხს რომ ისწავლონ რომ ახალს შეხედონ როგორც კარგს და როგორც საშიშ რაღაცას ხო ხდება. ანუ ცვლილება არ არის პრობლემური. ტენით ისინი გიждდებიან, ბრაზდებიან, გვაგინებენ, გცემენ, არ გცემენ ახლა. ნუ დისტანციურად, ვირტუალურად გცემენ, მაგრამ ნელა ეგუებიან და ნელა ეგუებიან იმასაც რომ ძალიან ხშირად იცვლება უკვე ყველაფერი და ახალ-ახალსაც, ახალ-ახალი პროდუქტი რაც ხდება და ახალ-ახალი ხედვა რაც მოდის, უნდა შეეგუონ და უნდა მიიღონ როგორც პოზიტიური რამ და არა როგორც ნეგატიური. ეხლა ცოტა გადავუხვე, კითხვა გამიჩნდა, რადგან ამას ვსაუბრობ. თამაშების ინდუსტრია, ესე იგი ძალიან ისეთია, განახლებადი, დინამიურია ძალიან. დინამიური და კინოინდუსტრიაში სადაც ასევე შენ გიმუშავე, არის ესეთი განახლებადობა? კინოინდუსტრია უფრო ძველი ხელოვნების დარგი არის. უკვე კარგად ჩამოყალიბებული. ცოტას ვიტყოდი რომ ცოტა კრიზისშიც არის ჩემი პირადი აზრით დღესდღეობით, იმიტომ რომ უკვე იმდენი რამე გადაიღეს, რომ უკვე რთულია რაღაც ახალი მოიფიქრო. ამიტომაც არის ალბათ პრობლემა, რაც საუბრობდით, რომ ფილმს უყურებ, ძალიან მაგარი ექშენია, 3D-ში თუ ახო საერთოდ ისეთი კარგი ეფექტებია, რომ ხიბლავს და ფილმი მთავრდება და არაფერი არ რჩება. ანუ ფილმი არაფერს არ გეუბნება. შინაარსით თითქოს რაღაცა ელოდება დამთავრებას, არ დამთავრებს. ხო, ფილმსაც გააჩერე, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი რამ რაც აერთიანებს, ერთი ძალიან კარგი რამ კომპიუტერულ თამაშებს და ფილმებს არის ის რომ ანუ ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა რომ ინდივიდუალებს ინდი თამაშების და ინდი ფილმების შექმნა პრობლემა აღარ არის და თუნდაც პატარა ბიუჯეტით ხალხი კრეატიულად ახერხებს რომ გადმოსცეს თავისი ნათქვამი თუნდაც თამაშებიდან თუნდაც ფილმით რამაც თვლიანად შეცვალა თუნდაც რომ ეს ერთი ინდუსტრიას და მეორეც ინდივიდებს მიეცათ საშუალება რომ თავისი აზრი ასე თქვა ხო ანუ უბრალოდ კიდე ერთი მომენტი არის რომ კომპიუტერულ თამაშები ხალხს აქ ცოტა დრო დღესდღეობით იმდენი ტექნოლოგია და იმდენი ახალი რამ ხდება და თუნდაც 2 საათის დათმობა ფილმისთვის უჭირთ ასე თუ ისე მიუხედავად იმისა რომ ანუ არის ის ტენდენციები რომ უნდა წახვიდე კინოთეატრში უყურო ფილმს მაგრამ მობილური თამაშები არის დღესდღეობით ყველაზე პრაქტიკული რამ იმიტომ რომ როცა გაქვს 5 წუთის დრო შეგიძლია დაჯდე და აი როგორც ახლა შენაკეთებდი ხო ხო სანამ ზვიადს კითხვა დაუშვი და ზვიადი მპასუხობდა შენ ამ დროს თამაშობდი ხო ნუ მე ახალ თამაში რაღაც ვაკეთებ და იქ მსგავს რაღაცები და ცოტა ვიკლებ რომ ანუ წარმოდგენა შეგექოს მეტად ხო დროს არ კარგო კარგი მიიღოს რომ არ უბრალოდ ზვიადის მოსმენა დროის კარგო არის აბსოლუტურად არა რა თქმა უნდა გეთახმები უბრალოდ მოსმენილი მე ეს ძალიან მისი ტექნიკა სამწუხაროდ ჩვენი სასაუბრო დრო დასასრულს მივუახლოვდა და უნდა დავასრულოთ დიალოგი რამის თქმა თუ გინდათ ბოლოსკენ გისმენთ ძალიან მოკლედ რომ ჩამომოყალიბოთ თქვენი აზრი თქვა და მე დავამშვიდობოთ რადიოს მენელს მე ვიტყოდი რომ ხალხო არ შეგეშინდეთ რაიმე შექმნა ერთადერთი ადამიანი არ უშვა შესწმას ისეთი რომ ეს არაფერს არ აკეთებს ასე რომ გააკეთეთ შექმნით იმუშავეთ და წარმატებას მიაღწევთ მე ესე მგონია თავარია მიზანი დაისახოთ ყველა და ზერამეს ბესო კი მე სულთა ქართულად ვიტყვი რა თუ გააკეთებთ თამაშებს ფულს იშოვით ანუ ფული შევნის თავი განუთხო იმისა რომ თუ გიყვართ თამაშები ძალიან კარგი საქმე იქნება თქვენთვის და ანუ ბევრ რაღაცას ისწავლით ბედნიერი იქნება და არ გააკეთებთ იმას რაც არ გიყვართ გააკეთებთ იმას რაც გიყვართ უბრალოდ და ფულსაც იშოვით თუნდაც შენნაირი ადამიანები უკვე საქართველოში არიან ზვიადისნაირი ადამიანები და ბირთვი იკრიბება თითქოს რომელიც თამაშების შექმნის ასე ვთქვათ წინამძღოლი ხდება ეს ბირთვი და ჩამოაყალიბებს იმ ინდუსტრიას საქართველოში რომელიც უკვე მსოფლიოს შესთავაზებს თავის პროდუქციას და ამის ძალიან პოტენციალი არის ახლა ის მომენტია როცა თუ ვინმეს რამე მიდრეკილება გაქვთ ამ მიმართულებით და შესაძლებლობა ფართმალი არ დაყაროთ შექმნაში მიიღეთ მონაწილეობა ახლა თუ ამას იზამთ მე უკვე მოგებული დარჩებით ალბათ რაღაც ფილოსოფიური ახლა თქვენ გამოვიდა დიდი მადლობა თქვენ ორთავეს დიდი მადლობა რადიო იმედს რომ მოგცა საშუალება პირდაპირ ეთერში დიალოგისა თან ჩვენი სასაუბრო ლიმიტი ამოიწურა მადლობა ყველას ნახვამდის პროგრესი ევოლუცია ახალი ტექნოლოგიები რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში გადაცემა ტერაბაიტი ზაზა ჭიტანავასთან ერთად რადიო იმედზე